ნიკა მელია დაიჭირეს. ანუ წინა გადაცემაში რომ ვამბობდი რომ მარტო გირჩი დაიჭირეს, მელია არ დაიჭირეს, მეთქი არ ყოფილა მთლად ეგრე. ანუ მარტო ფლორას არ ერჩიან, ფაუნაც მიაყოლესეთ. ანუ იქ თან საინტერესო კადრები იყო, რაღაც წუწაობა მოხდა, ასე თქვათ, დარბაზში და მოკლედ კარწინკა დაიდო და დააკავეს ძალიან მთელი რაღაც უცნაური ეპოპეა მოხდა ამ დაკავების. ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივი დაკავება. გახსოვთ მელიას მას შემდეგ რაც ჯაფარიძე დააკავეს, იმიტომ რომ არ გადაიხადა გირაო, აი წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მელიასაც პირდაპირ წინასწარ ქონდა დაანონსებული, რომ მე არ მოვალ. საერთოდ არათუ არ გადავიხდი გირაოს, არამედ არც გამოუცხადდები სასამართლოს და აი სადაც ვიქნები, იქ მოდით და დამაკავეთ და წინასწარვე გასაგები იყო, რომ რაღაც ისეც გეგმავდა მელია, ალბათ გამაგრებას რაღაცა საკუთარ ოფისში, სადაც მის დაკავება იქნებოდა უფრო ხმაურიანი და რაღაც სცენის, პოლიტიკური შოუს და სცენის დადგმის ფორმა იქნებოდა, იქ მოუწევდა თამარ შეჭრა, იქ რაღაც მონგრევა ალბათ ესენი წინააღმდეგობის გაწევის იმიტაციას გააკეთებდნენ და დაიდებოდა სურათი, რომ აი ამერიკა და ევროპა დახავდა, რომ აქ ოპოზიციონერებს უბრალოდ კი არ აკავებენ, სახლებში უვარდებიან თუ სადღაც ოფისებში და იქ ძალადობრივი გზით არბევენ და აკავებენ და ეგ კადრები ალბათ ეგ იგეგმებოდა. იმისგან განსხვავებით, ანუ ჯაფარიძისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ეს მელია მას თვითონაც ჰქონდა გამოცხადებული, რომ ის არ აპირებდა მისვლას, ხო, სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, მოუწევდათ მისი დაკავება არასასამართლო დარბაზში. და, ეგ მელიას გადმოსახედიდან ჭკვიანური სვლა, ეხა საინფორმაციო კონტექსტში რო შეხედო, ბენეფიტებს ეგრე მიიღებდა. ოღონდ ამათმა გაუკაჩეს მაგ, ასე ვთქვათ, ჭადრაკში. წინასწარ ჩაუტარეს ოპერაცია, დააკავეს, ასე ვთქვათ, სასამართლომდე ერთი დღით ადრე, როგორც მელიას თანხმლები პირები ამბობენ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით რო გადაადგილდებოდა აიყვანეს, მერე სახელმწიფომ გააკეთა განცხადება, რომ ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზეო, რაც არც გადამოწმებას ექვემდებარება და პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც აქვს, იმიტომ რომ რეალურად რატო დაიჭირეს გასაგებია, რომ დღეს დემონსტრაციულად მieყვანათ სასამართლოს ხდომაზე, რაც ფაქტიურად, ეგ ამოცანა, რომ მელია სასამართლოს ხდომაზე ყოფილიყო და სადღაც გამაგრებულ ბუნკერში თუ რაღაცა ოფისში, ჭირგვებში ან სადმე არ ყოფილიყო, ეგ მოახერხეს რა. კი, უბრალოდ ისეთი ფორმით მოახერხეს, რომ ცოტა იმათ არაფრიდან, ანუ მეორე მხარეს აქვს ესეთი ამოცანა, რომ არაფრიდან შექმნას უკანონობის რაღაცა რეპრესიული სისტემის რაღაცა შევიწრო ოპოზიციის შევიწროების და კანონის მიღმა მეთოდებით დევნის იმიტაცია და მით უმეტეს აგერ დღეს სენატორის ჩამოსვლის დღე იყო და მელიამ ის ვერ რა გეგმაც ქონა სავარაუდოდ, ეგეც ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვა. რა გეგმაც ქონა ის ვერ შეასრულა, ანუ ვერ გამაგრდა ვერსად, მაგრამ ამათ მოუწიეთ რაღაც სადღაც მიდიოდა მანქანით და გამოგონილი თავდასხმით ეგრე დაეკავებინა კანონის ფარგლებს გაცელას მაინც აიძულა მელიამ ის რომ ესენი ხმაურით დაეკავებინათ და უხმაუროდ არ ჩაევლო მათ შორის ასეთი დემოკრატიულობის და კანონის დაცვის სტანდარტების მიღმა გასვლით დაეკავებინა. სხვათა შორის მელია აი ამ ლიბერალურ ფლანგზე არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ზედ გამოჭრილია ეგეთი სცენარებისთვის. აი გამიშვი და ყველანაირად ხელს უწყობს, როგორც აი ეს პიროვნული თვისებები, გარეგნობა, კომპლექსია, ყველაფერი ხელს უწყობს ამისთვის. მაგალითად, ჯაფარიძეს შემთხვევაში მოხდა აი ბევრად უფრო რბილად, ხო, ბევრად უფრო უხმაუროდ და პრინციპში
ის ერთი დღეც ისეთი ხმაური იყო, აი და თავის ფეხით მივიდა სასამართლოში და ნუ მშვიდად ბორკილები დაადეს და გაიყვანეს. ანუ რაღაცნაირად ის ვერ ატყდა მაგ თემის გარშემო საინფორმაციო ხმაური. მელიამ ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო პროდუქტიული სურათი დადო ყოველ შემთხვევაში. აი გაიტაცეს. ხო, გაიტაცეს და ასე შემდეგ და ცხადია ხელისუფლებამაც ხა მეჭვი მეპარება რომ იქ დაკავებისას მელიას რაღაც წინააღმდეგობა გაეწია ისეთი რომ ეკყოფილიყო მისი დაკავების მიზეზი, ჩემი აზრით, ნუ გასაგებია, რომ მიიყვანეს სასამართლოში. ეგ იყო მთავარი ამოცანა სისტემის. მოდი ასე ვთქვათ, რა ამოცანაც ქონდა ერთ მხარეს და რა ამოცანაც ქონდა მეორე მხარეს. ანუ ხელისუფლებას უნდოდა რომ თავისი ფეხით მისულიყო ჯაფარიძესავით სასამართლოში და ზედმეტი ხმაურის გარეშე ბორკილები დაედო და გაეყვანათ. ეს იყო ხელისუფლების სურვილი. ნუ მოდი ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების სურვილი იყო გირავები გადაეხადათ და ეგ ცალკე საკითხი. თორე გირავ დაუწესეს. კი ბატონო. ამის იქით დაძაბვა გირავს არ ვიხდი და აგერ მოდი დამიჭირეთ, ესა იყო მელიას პარტიის არ გულისხმობ. მე ვამბობ რაც უკვე მოხდარი ფაქტი აქედან გამომდინარე, ანუ ეს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სადაც გადაწყვეტილი იყო უკვე რომ მელია არ იხდის ამ გირავოს, ხელისუფლების ბუნებრივი ინსტინქტი იქნებოდა რომ მისი დაკავება მოხდარიყო მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად მელიასთვის დამაზიანებლად. ან ყოველ შემთხვევაში ისეთი ნეიტრალური ფორმით, რომ ამ დაკავების საფუძველზე საინფორმაციო ხმაური რო ვერ აწეულიყო. როგორც მოხდა წინამორბედის შემთხვევაში, ნუ ჯაფარიძის შემთხვევაში. ამის საშუალება მელიამ არ მისცა. ეს ფაქტია. ანუ ერთი დღე მელიამ მიხმაურა. რაღაც თვალსაზრისით სენატორის ჩამოსვლის თემაც გადაფარას თუ ვერ ვიტყვით, მაგრამ ნუ დაამტყვია და ერთ-ერთი აქტუალური თემაა იმ სენატორის ვიზიტის ვარგლებში. აი ეს სურათი რო შევაფასოთ, მელიას მხარეს რა მაქსიმუმი ცუდოდა ის არ მისცა იმის საშუალება ხელისუფლებამ. ანუ სადღაც შუალედური ვერსია დაჯდა, მაგრამ ხა ცხადია ხელისუფლების ინტერესი იყო რომ საერთოდ არ ყოფილიყო ამ ასეთი რაღაცა ექსცესები და პირდაპირ გადაეხადათ გირავ. ელია მოახერხა ის რომ რაღაც ხმაური გამოიწვია, რაღაც კანონს მიღმა გააცილა ხელისუფლება, არადემოკრატიულობის რაღაც იმიჯი შექმნა, თავი დააჭერინა და აი ოპოზიციონერებს იჭერენ თან როცა სენატორი ჩამოდის მაგ დღეს და საბოლოო ჯამში რა ამოცანები აქვს ხა მხარეებს. სინამდვილეში ამოცანა ამ ოპოზიციური მედასავლეთი ფლანგის არის ის, რომ ისეთი ფაქტები დადონა აქ ადგილზე, რომ თეორიული ხელისუფლებისთვის სასურველი მოლაპარაკებები ამერიკასთან და დასავლეთთან სასურველი პირობები, სადაც თქვათ, მათ ლეგიტიმაციას უღიარებენ და რაღაც კონსტრუქციულ დიალოგს გაუგრძელებენ ტრამპის ადმინისტრაცია ამათ, ეგ ან შეუძლებელი იყოს, ან ბევრად იმდენად გართულებული იყოს მაგ რეჟიმამდე მიყვანა საქმის, რომ ნუ ამერიკელებს უბრალოდ აღარ გამოსდიოდეთ მარტივად დასანქცირების გარეშე და დაძაბვის გარეშე ამათან ურთიერთობების გაგრძელება. მაი მოდი მე ჩემ პერსპექტივას გეტყვით ახლა რა. ეხლა ამათ აქ ადგილზე აქაურ მედასავლეთებს გეგმა რა ქონდათ ერთი საკითხია, მაგრამ აი ჯამურად რო შევაფასოთ მე როგორ სურათს ხედავ გეტყვი რა. წელიწად ნახევრის წინ მაგალითად ორი ესეთი ოპოზიციური მედასავლეთე ლიდერის დაჭერის შემთხვევაში გარედან იქნებოდა როგორი რეაქცია გეტყვი რა. ანუ ევროკავშირის აი ტოპ ესეთი წარმომადგენლები გააკეთებდნენ განცხადებას. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი გააკეთებდა განცხადებას. რაღაცა რეზოლუცია იქნებოდა მიღებული, ანუ საინფორმაციო ამაზე გამოხმაურება და დაძაბვის ხარისხი იქნებოდა დრამატულად მაღალი. ეხლა აი ვიღაცა
ვიცი ვიღაც ნორვეგიელი ან რაღაც ეგეთი პოლონელი ევროპარლამენტარი ტვიტს დაწერს მაგ თემაზე, ანუ მაქსიმალური საინფორმაციო, ასე ვთქვათ, გამოხმაურება და ეკო ამ თემაზე არის დრამატულად შემცირებული რა. ანუ მე რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში, ხა შეიძლება მე რაღაცეები დაქოქონ ამ მედასავლეთებმა იქიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი მოვლენები ხდება გარეთ, რაზეც ყველა არის გადართული, რომ აქ ეხა მელიას დაიჭერენ თუ ჯაფარიძეს დაიჭერენ თუ რას უზამენ, დიდად არავის არ ცხელა გარეთ რა.